ორ პიროვნებაზე უნდა ვილაპარაკოთ, სუდ ლევან მაჭავარიანზე, დეპუტატს რომ უწოდებს საკუთარ თავს და კარგ გენერალ ვახტანგ კაპანაძეზე, რომელიც არის პარტია ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ოღონდ ამ უკანასკნელზეც კრიტიკულად თუ არ მიცხენს. დავიწყოთ მაჭავარიანით. ის ამბობს, უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ნატოს წევრი გახდებოდა. უკრაინა არ მოუტყუებიათ. ლევან მაჭავარიანი ტყუის სწორედაც რომ დაჩქარებული წესით ნატოს წევრი შესაძლოა უკრაინა მართლაც ვერ გახდეს, მაგრამ უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებიც გაწერილია ნატოს მეხუთე ფუძემდებლურ მუხლში ვაშინგტონის დეკლარაციისა, ამ გარანტიებს უკრაინა მიიღებს. ამის მადასტურებელია ბევრი რამ, მაჭავარიანი უბრალოდ ამას არ გეუბნებათ. მეორე, უკრაინა მოატყუეს, რომ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ამასაც ტყუის ბატონი მაჭავარიანი დაჩქარებული წესით 2027-დან 28 წელს უკრაინა სწორედაც რომ გახდება ევროკავშირის წევრი, რაც შეეხება მარტა კოსის, ყოფილი ჟურნალისტის, ახლა კი ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მის სიტყვებს, ასე თქვა თუ არა, აღარ გადამიმოწმებია, მაგრამ თქვა, გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდებაო, თითქოს ან ნამდვილად უთქვამს მარტა კოსს. ხო, ამ პროცედურით ვერ გახდება, ვადასტურებ, მაგრამ პროცედურა შეიცვლება, ოღონდ ამას მაჭავარიანი თქვენ არ გეუბნებათ, ამიტომაც არის მანიპულატორი და მატყუარა. მესამე, უკრაინა მოატყუეს, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ. უკრაინა არ მოუტყუებიათ, გადასცეს, ოღონდ მაჭავარიანის პარტიის თავარმა პარტნიორმა ევროპაში, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა რუსული გაყინული აქტივების გადაცემა უკრაინისათვის, ანუ ორბანმა, რომელიც ირაკლი კობახიძის ძმაკაცია, ანუ ლევან მაჭავარიანის ჩერეს ძმაკაცი. მოგვარდება ორბანის პრობლემა, ორბანისა და ფიცოსი, მოგვარდება ამ 90 მილიარდის საკითხიც. მეოთხე, უკრაინა მოატყუეს, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ. უკრაინა ყისირად ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ უკრაინა გამარჯვების გზაზეა. არავის არ მოუტყუებია უკრაინა პირიქით. სწორედაც რომ პირობა, რომელიც მისცეს უკრაინას, ეს პირობა შესრულებული არის და სრულდება, მაგრამ მაჭავარიანი მატყუარა კაცი ამას არ გეტყვით. ეხლა რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძეს, მას უთქვამს, ვუშვებს შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირი დარტყმა მიაყენოს საქართველოს, კონკრეტულად შეერთებული შტატების საელჩოს თბილისში. ბატონო ვახტანგ, მე გირჩევთ მაინც, რომ მათ შორის იმის გამო, რომ იმედმა ამ დასანქცირებულმა ტელევიზიამ ამგვარი ქარდები არ გამოიტანოს, ეს რომ გითქვამთ, შეიკავეთ ხოლმე თავი. მაჭავარიანი კი არის მატყუარა.